დაფიქრებულ ხართ რატომ გვეჩვენება მისის ჩასვლა ლამაზად? ან რატომ გვათრთოლებს სულის სიღრმემდე მუსიკალური ნაწარმოები? უბრალოდ გადარჩენის თვალსაზრისით სილამაზე აბსოლუტურად უსარგებლო გახლავთ თუ დავფიქრდებით. ის ვერ გვიკლავს შიმშილს და ვერ გვიცავს სიცივისაგან. ცხოველი მდინარეში ხედავს მხოლოდ ადგილს, სადაც წყურვილის მოკლა შეუძლია, ადამიანს კი შეუძლია საათობით იჯდეს მდინარის პირას და წყალზე სინათლის თამაში ტკბებოდეს. ჩვენი ეს უნარი აღვიქვათ ცხოველთა სამყაროსათვის, ეს ერთგვარი უსარგებლო სილამაზე ერთ-ერთი უდიდესი გამოცანა. მაგრამ რა მოხდება თუ ამ გამოცანას შევხედავთ როგორც გასაღებს? გასაღებს იმის გასაგება თუ ვინ ვარ ჩვენ და ვინ შექმნა ეს სამყარო. რა მორალურ მნიშვნელობას ატარებს ჩვენთვის ეს თანდაყოლილი ლტოლვა მშვენიერებისადმი. მშვენიერების აღქმის უნარი უწინარეს ყოვლისა ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი რაღაც მეტია ვიდრე უბრალოდ მაღალგანვითარებული ცხოველი. სამყაროში ჩვენ ერთადერთი არსება ვართ, რომლებსაც უანგარო ჭვრეტის უნარი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ მათემატიკური ფორმულის ჰარმონია, კრისტალის სიმეტრია ან შორეული გალაქტიკის სილამაზე ისე, რომ აქედან არანაირ პრაქტიკულ სარგებელს არ ვიღებდეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შექმნილი ვართ არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ შემეცნებისთვის, ჭვრეტისთვის, აღფრთოვანებისათვის. ჩვენ მოაზროვნე და მჭვრეტელი არსებები ვართ. ამას უდიდესი მორალური მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენი მოწოდება ასეთი მაღალია, ესე იგი პასუხისმგებლობას ვატარებთ, ვიცხოვროთ მის შესაბამისად. ეს არის მოწოდება ავმაღლეთ ჩვენ პრიმიტიულ ინსტინქტებზე. ბიწიერებისაგან დავიცვათ, სული განვავითაროთ გონება და გავწმინდოთ გული. როდესაც ვულგარულობასა და სიმახინჯეს ვეძლევით, ჩვენ საკუთარ ბუნებას ვღალატებთ. ამ დროს ვაკეთებთ რაღაცა ისეც, რაც გვაკარგვინებს ღვთისაგან ბოძებულ ღირსებას. შეიძლება ითქვას, რომ შვენიერება მორალური კამერტონია. ის ჩვენ სულს სიკეთისაკენ განაწყობს. ნამდვილი, ამაღლებული მშვენიერება ათვინიერებს ეგოიზმსა და ჩვენში საუკეთესო გრძნობებს აღვიძებს. როდესაც დიდებულ ტაძარში ან ღვთისმწვერვალზე იმყოფები, ძნელია დარჩე მეწვრილმანე და უგრძნობი. სამყაროს სილამაზე მოწმობს ჰარმონიაზე, წესრიგსა და სიყვარულზე, რომელიც მასში შემოქმედმა ჩადო. ის ჭეშმარიტების გამომწყინვებაა. შემთხვევით არ არის, რომ დიდმა მწერალმა თეოდორ დოსტოევსკიმ, რომელიც ღრმად ფიქრობდა ადამიანის დაცემასა და ფერისცვალებაზე, თავისი გმირის, თავადი მიშკინის ბაგეებით წარმოსყვა იდუმალი ფრაზა სილამაზე იხსნის სამყაროს. ღვთისმეტყველები თვლიან, რომ დოსტოევსკი საუბრობდა არაუბრალოდ ესთეტიკაზე, არამედ ქრისტეზე, როგორც სრულყოფილი საღვთო მშვენიერების განსახიერებაზე, რომელსაც ერთადერთ შეუძლია განკურნოს და იხსნას ბოროტებისაგან დამახინჯებული სამყარო. სამყაროს მშვენიერების აღქმა ადამიანს უბიძგებს გაცნობიერებულად ეძიოს და შექმნას სილამაზე მის გარშემო, შექმნას სილამაზე ურთიერთობებში, სახლში, სამსახურში. ეს ქაოსისა და ბოროტებისადმი სულიერი წინააღმდეგობის ერთ-ერთი ფორმა გახლავთ. ღვთისაგან შექმნილი სამყაროს მშვენიერება ჩვენში უცნაურ სევდას აღვიძებს. ის მშვენიერია, მაგრამ წარმავალი. ყვავილი ჭკნება, მზის ჩასვლა ქრება, სილამაზის ეს სიმყიფე გულში გულის მომკვლელ გრძნობას ბადებს, თითქოს რაღაც დაკარგულს ვიხსენებ და ვესწრაფით სრულყოფილ უჭყნობილ სილამაზეს. ქრისტიანობა ამბობს, რომ ეს სევდა სამოთხისადმი ნოსტალგია და მომავალი ფერნაცვალი სამყაროს წინათგრძნობაა. აქ დედამიწაზე არსებული მშვენიერება მხოლოდ ანარეკლია, სუსტი ექვა იმ სრულყოფილი მშვენიერებისა, რომელიც თავად ღმერთია. დიდმა მოაზროვნე და წმინდანმა ნეტარმა ავგუსტინემ, რომელიც ახალგაზრდობაში ბედნიერებას მიწიერ სიამოვნებებში ეძებდა, თავის აღსარებანში ასე მიმართა ღმერთს. გვიან შეგიყვარე შენ, სილამაზე, ეს ძველო და ესე ახალო. გვიან შეგიყვარე შენ, ახლა შენ ჩემში იყავი, მე კი გარეთ ვიყავი და იგეძებდი. შენ ჩემთან იყავი, მე კი შენთან არ ვიყავი. სილამაზისადმი ეს ხსევდა არ გვაძლევს საშუალებას საბოლოოდ მივეჯაჭოთ მიწიერს. ის გვახსენებს, რომ ჩვენ მწირები ვართ, რომლებიც ჩვენი ნამდვილი სახლისაკენ მივდივართ. ის გვაძლევს იმედს, რომ ამ სამყაროს ტანჯვა და სიმახინჯე უკანასკნელი რეალობა არ არის. მშვენიერების განცდა
უბრალოდ სასიამოვნო ემოცია არაა. ეს ჩვენში ჩაშენებული სულიერი კომპასია. ის მიგვითითებს ჩვენს მაღალ მოწოდებაზე, როგორც ჭვრეტელი არსებისა. ღვთის შემოქმედებაში მშვენიერების ხედვას მივყავართ სიკეთისა და ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე. მშვენიერების განჭვრეტის დროს თავად ვქმნით სილამაზეს ჩვენ ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სამყაროში არსებული ჰარმონიის წინაშე აღფრთოვანებით ვჩერდებით, ჩვენ მდუმარე დიალოგში შევდივართ მისდიდებულ ხელოვნებთან.